მე-17 საუკუნის საქართველო, დაშლილი სამეფო, დაპირისპირებული მთავრები, ქვეყნის ბედი კი ქარის ნებაზე იყო მიშვებული. ეს იყო ეპოქა, როცა ქართველი მეფე საკუთარი ქვეყნის მიწაზე ვერ პოულობდა მშვიდობას და იძულებული ხდებოდა უცხოეთში ეძია სამშობლოს დაცვა. ეს არის ამბავი მეფისა, ვინც ქვეყანა დაკარგა, მაგრამ სულიერად საქართველოს არასოდეს ჩამოშორებია. ეს არის არჩილ მეფის ტრაგედია და დიდება. მეფე, პოეტი და ემიგრანტი, რომლის გულშიც საქართველო მუდამ იდგა როგორც ხატად გცეული ტახტი, რომელიც ვერავინ წაართვა. საქართველოს პოლიტიკურმა ბედუკუღმართობამ და შინააშლილობამ მეფე პოეტი ფაქტობრივად ტახტის მაძიებლად აქცია. იგი მამის ვახტანგ მეხუთის შაჰნავაზის მხარდაჭერით 1661-1663 წლებში ჯერ იმერეთში გამეფდა, შემდეგ 1664-1675 წლებში კახეთში და ბოლოს 1678 წლიდან 1698 წლამდე 4-ჯერ ავიდა იმერეთის ტახტზე. რადგან არჩილის ტახტზე მყარად დასმა მარტოოდენ საკუთარი ძალებით ვერ ხერხდებოდა, ამიტომ მოკავშირის ძებნა რუსეთში დაიწყეს. იმედის მომცემი გამოდგა მეფე არჩილის ელჩობა. მალე ქართველმა მონარქმა რუსეთის სამეფო კარი თავისი ვაჟიშვილების ალექსანდრესა და მამუკას მოსკოვში მიწვევაზე დაითანხმა. ბატონიშვილები ბრწყინვალედ იყვნენ აღზრდილი. ზედმიწევნით იცოდნენ სამხედრო საქმე, ჩინებულად ფლობდნენ ქართულ ზნეობას. უფლისწულები მიიღეს რუსეთის დედოფალმა ნატალია ნარიშკინამ და მისმა შვილმა მმართველმა სოფიომ. ალექსანდრე და მამუკა ბაგრატიონების გარეგნობამ, საზრიანობამ, ქცევამ, სიმარჯვემ სახელმწიფო კარზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს კი რუსეთში მათ დიდ მომავალს განაპირობებდა. ყმაწვილი უფლისწულები პეტრე და ივანე მალე დაუმეგობრდნენ მომავალ ქართველ თანამებრძოლებს. განსაკუთრებით მიუწევდა გული მათკენ პეტრეს, რომელსაც ბატონიშვილებში ყველაზე მეტად მხედრული სიქველე და გონიერება ხიბლავდა. 1690-იანი წლებისთვის პეტრე პირველის ბრძანებით ალექსანდრე და მამუკა ბატონიშვილებს საკუთრების უფლებით ებოძათ რუსეთის სახელმწიფოს ყოფილი გამგებლის ვასილი გოლიცინის ზამთრის სასახლე. სასახლესთან ერთად ქართველ ბატონიშვილებს იმავე დიდმოხელის კარის ეკლესიაც გადაეცათ. მოგვიანებით ქართველებს სახასო მამულებიდან სოფელი ბსესვიაცკოე გამოეყოთ. 1699 წელს მეფე არჩილი სამუდამოდ გადასახლდა რუსეთში. ულუფად და წლიურ ფულად სარგოდ 1700 წელს რუსეთის სახელმწიფომ მეფე არჩილსა და ბატონიშვილ ალექსანდრეს ნიჟნი-ნოვგოროდის სახასო მამულებიდან უბოძა ბელგოროდის, ლისკოვოსა და ტურიეშევის თემები. რუსეთში მეფე არჩილმა კულტურულ საგანმანათლებლო საქმიანობა ფართოდ გაშალა. მეფე პოეტს ქართული ხელნაწერი ანბანის მიხედვით ასოთა გამოჭრა შეუკვეთია სასტამბო საქმით ფრიად დაწინაურებულ ნიდერლანდებში. დღემდე შემორჩენილია 1686 წლის 17 დეკემბერს მოსკოვიდან გაგზავნილი არჩილის ქართული წერილი ამსტერდამის ბურგომისტრის ნიკოლას ვიცენისადმი. უცხოეთში მყოფი ქართველი მეფე წერილით თავს აცნობს ამსტერდამის მერს ნიკოლას ვიცენს და შემდეგ მიმართავს. მოგიკითხავთ ვითარცა მეგობარსა შემეცნებულსა ჩემსა. მერმე გავიგონეთ, რომ თქვენ გარჯილ ხართ ჩვენის გულისათვის და ჩვენის ენის წიგნის ბეჭედს გვიჭრევინებთ. ჩვენ ამ საქმისათვის დიდად გავიხარეთ, თქვენი მადლიერი შევიქნებით. ამ საქმისათვის ვინებეთ ჩვენის სიყვარულისა და მადლის წიგნის მოწერა. მოველით შენის სიკეთისაგან, აც არ დააგვიანოთ, რომ სახმთო საქმის ყენება არა ხამს. ამსტერდამის მერი ნიკოლას ვიცენი თავისი დროის გამორჩეული კარტოგრაფი იყო. მან 1692 წელს გამოსცა ენციკლოპედიური ხასიათის წიგნი ჩრდილო და აღმოსავლეთ თათრეთი. გამოცემაში მნიშვნელოვანი ადგილი საქართველოსაც დაეთმო.
ამსტერდამში ჯერ ვიცენის, შემდეგ განთქმული უნგრელი ასოთმოქანდაკე მიკლოშ ტოტლაფუშ კიშისა და სულ ბოლოს ალექსანდრე არჩილისძე ბაგრატიონის წყალობით ქართული შრიფტი საუკეთესოდ მომზადდა. რის შემდეგაც მეფე არჩილმა 1703 წლის 4 ივლისს ფიოდორ ალექსისძე გოლოვინს მიმართა და მოსკოვში ქართული წიგნების დაბეჭდის ნებართვის მისაღებად პეტრე პირველთან შუამდგომლობას თხოვა. წინათ წერდა არჩილ მეფე, პეტრე პირველმა ჩვენ ნება დაგვრთო მშობლიურ ენაზე აქ დაგვებეჭდა წიგნები ოსმალეთისა და ირანის ტირანიისგან გატანჯულ ქართველთა საეკლესიო და საერო სარგებლობისათვის, რადგან ჩვენი ხალხი წიგნით ნაკლოვანია. იმ დროს დაწყებული საქმე შრიფტისა და ოსტატთა უკმარისობის გამო შეჩერდა. ახლა ღვთის წყალობით ჩვენი ენის შრიფტი საუკეთესოდ დამზადდა და ბეჭდავებიც კარგად დაოსტატდნენ. ქართული წიგნების გამოსაცემად რუსეთის ხელმწიფეს 200 მანეთი გამოუყვია. ამ თანხის დიდი ნაწილი მოხმარდა წიგნების დასაბეჭდით განის დამზადებას, შრიფტის ჩამოსხმას, ქართული წიგნისათვის საჭირო მასალების შეძენას. 1705 წლის 19 მარტს რუსეთში გამოქვეყნებული პირველი ქართული წიგნი დავითნი ქართული ახალშენის დიდ კულტურულ მონაპოვრად იქცა. მოსკოვში მეფე არჩილს თავს ბევრი უბედურება გადახდა. გარდაეცვალა შვილები დავითი და მამუკა. დარჩა მხოლოდ როგორც თავად ამბობდა სანუგეშოდ ალექსანდრე. მეფე არჩილის ნუგეში და ბოლოიმედი 1674 წელს თბილისში დაიბადა. 1684 წლიდან მოსკოვის სამეფო კარზე იზრდებოდა, სადაც პეტრე პირველის ყურადღება მიიპყრო. ბატონიშვილი, როგორც პეტრე დიდის უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი, 1697 წელს ევროპაში გემთმშენებლობის შესასწავლად პეტრე პირველის საგანგებოდ მოწყობილი დიდი ელჩობის წევრთა სიაშია, სადაც მისი გვარი რუსეთის სხვა გამოჩენილ პირთა შორის არის მოხსენიებული. პეტრე პირველმა და ალექსანდრე ბაგრატიონმა ჰოლანდიაში ერთად არაერთი ქალაქი მოინახულეს. 5 ვოლონტერთან ერთად პეტრე დიდი და ქართველი ბატონიშვილი მთელ კვირას მუშაობდნენ ლინსტა როგეს გემსაშენში. პეტრე აღფრთოვანებული იყო, რომ ქართველმა ბატონიშვილმა შეისწავლა კატარღის მართვა, გაიცნო და გადმოიღო საფლოტო ტერმინები და ხელი მიჰყო საჭირო წიგნების რუსული ენიდან ქართულად თარგმნას. ალექსანდრე ბაგრატიონი ჰააგაში დიდი მონდომებითა და სიყვარულით შეუდგა საარტილერიო საქმის შესწავლას. 1700 წლის 19 მაისს პეტრე პირველმა მას გენერალ ფელდცეხმაისტერის წოდება მიანიჭა და რუსეთის არტილერიის უფროსად დანიშნა. ალექსანდრე რუსეთის არტილერიის რეორგანიზაციას შეუდგა. ცნობილია, რომ შვედეთის წინააღმდეგ ომში იგი რუსეთის არტილერიას ხელმძღვანელობდა. 1700 წლის 19 ნოემბერს შვედეთთან ომის გადამწყვეტი ბრძოლისას ნარვასთან ალექსანდრე ბაგრატიონი სხვებთან ერთად ტყვედ ჩავარდა და 10 წელიწადი საპატიმროში გაატარა. შვედებს განსაკუთრებით დიდი საფასურის მიღების იმედი ჰქონდათ ალექსანდრეს გათავისუფლებით. ვინაიდან იცოდნენ, იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და პირადი მეგობარი იყო პეტრე დიდისა, რომელიც არავითარ ხარჯს არ მოერიდებოდა მის გამოსახსნელად. დარწმუნდა რა შვილის გათავისუფლების სირთულეში 1706 წლის 2 თებერვალს არჩილმა ვრცელი წერილი მისწერა შვედეთის მეფე კარლ მე-12-ს თხოვნით. წერილში ნათქვამია: ჩემი შვილი იმყოფება მისი მეფური უმაღლესობის სამსახურში და საუბედუროდ უკვე 6 წელიწადი არაც იტანჯება ტყვეობაში. მრავალი მწუხარება და ავადმყოფობა ემუქრება მას დაუძულურებითა და ნაადრევი სიკვდილით. ჩვენ კი შვილის დაღუპვის შემთხვევაში მოხუცებულობის ჟამს დარდი უფრო მალე ჩაგვაგდებს სამარეში, ვიდრე ჩვენი ქვეყნის აოხრება და უბედურება. ამისათვის ჩვენ და ჩვენი ოჯახობა თავმდაბლად თავდახრილნი გთხოვთ თქვენს ხელმწიფურ უდიდებულესობას მიიღოს ჩვენზე მოწყალება, რომელიც თქვენი უდიდებულესობის ხვედრია და გვიბოძოს ჩვენ წყალობა და ჩვენს შვილს მიანიჭოს თავისუფლება გაცვლის წესით თქვენი უდიდებულესობის რამდენიმე ოფიცერში, რომელიც თანატოლი იქნება ჩვენი შვილის ჰასაკისა და აწინდელი ხარისხისა. რათა ჩვენს მოხუცებულობას არ მოაკლდეს ეს უკანასკნელი ნუგეში, რის გამოც ჩვენ სარწმუნო იმედს ვიქონიებთ, რომ
თუ კი თქვენი უდიდებულესობა ხელმწიფე მთელ დედამიწაზე და ყოველგან განთქმული თქვენი წყალობის შუქმომფენობით, თუ კი ღმერთის მცნებებით და მართლმსაჯულებით ინებებდით ჩვენთვის გაგეწიათ ასეთი კარგი და სასარგებლო საქმე, მაშინ თქვენი ხელმწიფობის უდიდებულესობისათვის ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ, რომ ყველა თქვენს სურვილს შევასრულებდით და დავკმაყოფილდებით. ჩვენ მთელი ჩვენი ქართული სამეფო სამუდამოდ დავრჩებით თქვენი ხელმწიფური უდიდებულესობის მადლიერნი და თქვენ ცნობილ სახელს ქვეყნად ვადიდებთ. საუბედუროდ მეფე არჩილს სანუგეშო ვაჟის ცოცხლად ნახვა აღარ ეწერა. 1711 წელს მართალია შვედეთი დათანხმდა ალექსანდრე ბატონიშვილისა და თავად ტრუბეცკოის გაცვლას გრაფ პიპერზე. მაგრამ ძიმედ დასნეულებული ბატონიშვილი, რომელიც სტოკჰოლმიდან წამოიყვანეს, გზაში რიგაში გარდაიცვალა. უკანასკნელი იმედიც გამოეცალა ხელიდან ისედაც ყოველმხრივ იმედგაცრუებულ მეფე არჩილს, რომელიც შვილის გარდაცვალების შემდეგ წერდა: ოჰ, ჩვენ ყოველგვარ სიკეთეს მოკლებულ საცოდავებს მოგვტაცა შვილი ჩვენი ალექსანდრე სიკვდილმა. ჩვენ კი მწარე სიბერეში გვიმზადებს მწუხარების გზას სამარისაკენ. ჩემი შვილის ძვლები მაინც გადმოეტანათ მოსკოვში. არჩილს უკანასკნელი ნატრა აუსრულეს. ალექსანდრეს ცხედარი რიგიდან მოსკოვში გადმოასვენეს და დონის მონასტერში დაკრძალეს. მეფე არჩილის შვილებიდან ცოცხალი მხოლოდ ასული დარეჯან ბატონიშვილი დარჩა. არჩილის შემდეგ ის ქართული ახალშენის მეთაური გახდა. მრავალი ტრაგედიის მომსწრე ქალბატონი ნახევრად ჩაკეტილ ცხოვრებას მიეჩვია. მას არასდროს ჰყოლია საკუთარი ოჯახი. ზეიმებითა და ბალმასკარადებით გაჯერებულ პეტერბურგულ ცხოვრებას მოსკოვში საკუთარ მამულში ყოფნა ამჯობინა. სწორედ ამ მამულში შეჩერდა პეტრე I, რომელიც 1722 წელს ჩრდილოეთის ომში გამარჯვების შემდეგ ნიშტატის ზავს ზეიმობდა. იმპერატორის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად დარეჯანმა გლოვის მიზეზით ამ ზეიმში მონაწილეობა არ მიიღო. ამ ქვეყნად გასახარი აღარაფერი დარჩენოდა. მეფე არჩილის გვარის გამგრძელებლები დონის მონასტრის აკლდამებში განისვენებდნენ. დაგვიწერეთ თქვენი აზრი არჩილ მეფეზე. მოიწონეთ ეს ვიდეო და თუ ჯერ არ გაქვთ კარდუს არხი გამოწერილი, აუცილებლად ახლავე გამოიწერეთ. რადგან ამით ფასდაუდებელ სამსახურს გაგვიწევთ არა მარტო ჩვენ, არამედ მათ, ვისაც მსგავსი შინაარსის ვიდეოები ძალიან აინტერესებთ. გაუზიარეთ ეს ვიდეო რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოზე.